მეძიებდეთ მე და არ ამპოვოთ. მოციქულებს ეუნება უფალი. მე ხა მომძებნი და ვერ მიპოვი და მოციქულები ფიქრობენ, რა არის ეს მომძებნი და ვერ მიპოვი. გასაგები ხომ არის რას ნიშნავს ეს? თქვენ ქრისტეს ეძებთ და შეიძლება ვერ იპოვოთ, იმიტომ რომ ამ ყველაფერს მისტიკური და საიდუმლო მხარე აქვს და თუ ის არ რეალიზდა თქვენი გარეგანი მცდელობებით ქრისტეს ვერსად ვერ იპოვი და რომ მოინდომო შეეხო და ზიარების დროს არათუ ვეხებით, არამედ ვჭამთ, არაფერი გამოგვივა, როგორც მარიამ მაგდალინეს არ გამოუვიდო და მოციქულებს არ გამოსდიოდათ, სანამ სულიწმინდა ღმერთი არ გარდამოვიდა მასზე და სანამ მათ გულებში ცეცხლი არ აენთო. ადამიანი ტყუს ეგებო ჩემ გულში უკვე ანთია მამაო ცეცხლი, ანთია ცეცხლი. მოციქულებში რო ცეცხლი აენთო, რითი დასტურდება ეს? მათ თავის შესწირეს, მათ ქონათ მოწამეობრივი ღვაწლი, ისინი ყველა ეწამნენ, ისინი ყველანი მოკვდნენ ქრისტესათვის. ჩვენ არავინ არ აღკლავს ადამიანი ტყვის. ღმერთმა დაგიფაროთ, თქვენი სიკვდილი ვის უნდა, მაგრამ ყოველდღიურობაში თქვენ გამარცხებთ თქვენი სიზარმაცე, რომელიც როგორც ისააკ ასორი ამბობს, სიამაყეზე უფრო უარეს სოდოა, იმიტომ რომ სიამაყის მიზეზი იპოვოს თავში მაგალითად მადლი მოიხვეჭოს და მე იამაყოს ამ მადლით, ხო რომ სიზარმაცე არისო სოდოა, რომელიც მადლსაც ვერ მოიხვეჭს, ვერაფერს ვერ იზავს, განულებულია და ჩვენ ხშირად გვამარცხებს სიზარმაცე, ეგოიზმი, ანგარება, პატივმოყვარეობა, საკუთარი თავის ნიჭიერებები, როგორც ფსიქოლოგიური, სულიერი, გარეგნული, ყველაფერი გვამარცხებს ეს ჩვენ და ჩვენს წინ კერპად აღმართულია. ჩვენს უდამარცხებულები ვართ, გესმით რა შეასაკ. და ჩვენ არ ვებრძვით ამ ყველაფერს და შესაბამისად არ ვამოწმებთ ჯერ საკუთარი თავის წინაშე, იყავით მოწმე ჯერ იერუსალიმში და მერე მთელ ქვეყნიერებაზე უფალი მოციქულებს ეუნება. ჯერ უნდა დაამოწმო შენი ქრისტიანობა შენს გულში და მერე შეიძლება ეს დამოწმდეს გარეთ და გულში ვერ მოწმდება, იმიტომ რომ ჩვენ მოწამეობრივი ღვაწლი არ აქვს საკუთარ თავში. ჩვენ საკუთარი ვნებები, საკუთარი ეგოიზმი გვამარცხებს. და წარმოიდგინეთ თუ საკუთარი გამარცხებს, გარეთ ჯალათი რო გამოჩნდეს და შენი მოკლადან წამება მოინდომოს, შენ გონია იმას გაუძლებ? რატომ გამარცხებს საკუთარი თავი? იმიტომ რომ შენ გიყვარს შენი თავი ეგოისტურად. უფალი რო ამბობს, ვინც არ უარყოს საკუთარი თავი და არ შემომიდგეს მე, ვინც არ წარიწყმიდოს საკუთარი თავი და არ შემომიდგეს მე, ხოლო ვინც წარიწყმიდოს თავი, მაშინ ის მოიპოვებს სულს. ანუ გესმის საკუთარი თავი ეგოისტურად რადგან გიყვარს, ჯალათი რა არის ეს განსასწრელი, გარე განსასწრელი რა არის, მოდის და ამ საკუთარ ეგოისტურ სიყვარულს გართმევს და საკუთარ თავს გართმევს ეგოისტური გაგები და ის არ გეთმობა, საკუთარ თავში არ გეთმობა ის გამარცხებს შენ. ამიტომაც აი ეს მეძიებდე და არ ამპოვოთ, ამას ნიშნავს ზუსტად, რომ ჩვენ ასე ვერ ვიპოვით ღმერთს.